გამარჯობა. ეს არის პოდკასტი Teacher Unfiltered with Nutsan, სადაც ინგლისური ენის მასწავლებლები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებთ. ასე რომ, თუ ინგლისურ ენას სწავლობ, ან მასწავლებელი ხარ, მე მგონი აუცილებლად უნდა უყურო ბოლომდე. და დღეს ჩემი სტუმარი არის მარია მელიქიშვილი, ინგლისური ენის მასწავლებელი და ინგლისური ენის ცენტრის MM Language Center დამფუძნებელი. მარიამ, გამარჯობა კიდევ ერთხელ და დიდი მადლობა, რომ დღეს მოიცავე და ჩემთან მოხვედი. ძალიან დიდი მადლობა, რომ მომიწვიე. პირიქით, ღრმესი მადლობა. მოდი, დავიწყოთ შენი პირადი ისტორიით, კარგი? როგორ დაიწყო შენი გზა ამ დიდ პროცესში, ინგლისური ენის სწავლების პროცესში? ხო, ეს ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ მე ვსწავლობდი ნიჭიერთა აწლეთში, რომელიც იყო მუსიკალური სკოლა, მუსიკალური გიმნაზია. და 11 წელი მე ვუკრავდი ვიოლინოზე და რეალურად იგეგმებოდა ჩემი კონსერვატორიაში გამწესებაც, ასე ვთქვათ. ანუ დედაჩემი არის მუსიკაცოდნე და ოჯახში ყველა რაღაც კუთხით ახლოს იყო მუსიკასთან და არც განიხილებოდა, რომ შეიძლებოდა, რომ მე რაღაც სხვა მეკეთებინა. ბოლო წელს მე 11 კლასში როგორც იქნა რაღაცნაირად ყურად იღეს ჩემო მშობლებმა რომ მე არ ვიყავი იმ დონეზე დაინტერესებული მოკლედ მუსიკით როგორც უნდა ყოფილიყავი და ჩემს მომავალ პროფესიად რასაც მე მთელი ცხოვრება უნდა ემსახურო ეს არ წარმომედგინა ეს ვიოლინო და მუსიკა და ეს ყველაფერი და მოკლედ ბოლო წელს შეიცვალა გეგმები და ესე აღმოჩნდი ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ინგლისური ენის ფილოლოგიის ფაკულტეტზე და ძალიან მიხაროდა, იმდენად მიხაროდა, რომ აი ვერ აგიხსნი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, დავდიოდი ლექციებს არ ვაცდენდი, ძალიან დიდი ენთუზიაზმით და ძალიან კარგად ვსწავლობდი. ანუ ეს შენი სურვილი იყო თუ ჩემი სურვილი იყო, კი. არა, ჩემი სურვილი იყო ზოგადად აი ბავშვობიდან ვატყობდი, რომ აი ენების მიმართ მქონდა რაღაცნაირი დამოკიდებულება, ადვილად ვითვისებდი, მოკლედ, უცხო ენებს და თან მამაჩემმა იცოდა ინგლისური ენა კარგად და ბავშვობაში ხშირად მელაპარაკებოდა ხოლმე ინგლისურად და ანუ უნდოდა რომ ესწავლებინა თავიდანვე და ანუ რეალურად თავიდანვე ვიცოდი ინგლისური ენა რაღაც ისე რომ აი მივედი მასწავლებელთან და მასწავლებელმა ნულიდან მასწავლა ესეთი მომენტი არ ყოფილა რაღაცნაირად ბუნებრივ გარემოში ვისწავლე ეს ენა რა მამაჩემის დამსახურებით და შესაბამისად მერეც ანუ სულ ვემზადებოდი სულ კერძო მასწავლებელთან დავდიოდი იმიტომ ძალიან მიყვარდა მიუხედავად იმისა რომ აი ჩემს ბავშვობაში იმდენად გავრცელებული არ იყო ფილმების ინგლისურ ენაზე ყურება ხო ანუ საჩოულობდი ხო და აი რაღაცა აი მამაჩემი ისე შოულობდა და რაღაცა სულ თითქოს ინგლისურად უსმენდი რაღაცებს უყურებდი რაღაც არხებს უყურებდი საკაბელო ტელევიზია რო ქონდა ინგლისურ ენაზე და აი ამ გარემოში ვიყავი და მოკლედ გრძნობდი რომ ეს ძალიან მომწონდა და ძალიან მიყვარდა რა ეს საქმე და ძალიან მიხარია დღემდე რომ ამ მიმართულებით წავედი და არა მაგალითად სიტყვაზე მუსიკის მიმართულებით, იმიტომ რომ მუსიკა გადასარევია და შესანიშნავია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი საქმიანობა არ იყო ნამდვილად. და ახლა უკრავ ისე ვიოლინოზე ანუ ვუკრავ, როდესაც ჩემი, ანუ სურვილი მაქვს რომ დავუკრა და საკუთარი სიამოვნებისთვის ვუკრავ, მაგრამ ანუ აი ეს ვალდებულება რომ მოეხსნა ამ ყველაფერს, ხო და ვალდებული რო ახარ ვარ, ანუ ხო, აი ზუსტად რა, ეხლა უფრო სიამოვნებით უკრავ. ანუ გახსოვს რა მაგარია რა დამავიწყებს რა დამავიწყებს ანუ წარმოიდგინე რომ 5 წლის შევედი მე სკოლაში და ჩემსავით მე ხო მაშინ ეს სამუდაში ხო და 5 წლის შევედი სკოლაში და ანუ მთელი 11 წელი სადღაც საშუალო დღეში 6-7 საათი მე ვუკრავდი ვაუ ხო, ანუ წარმოიდგინე ხა. კი, რთული. მაგრამ იცი, მეც ახლა მაგალითად ფორტეპიანოზე ვუკრავდი. ფორტეპიანოზე ვუკრავდი. სავალდებულო იყო. ხო. და 7 წლები თითქმის დავამთავრე, მაგრამ არაფერი არ მოხსოვს. ალბათ ჩვენთან როგორ იყო, იცი? ანუ აწლეთში არის ეგრე, რომ ანუ ისჩევდი სპეციალობას და მე სავალდებულო, ანუ ფორტეპიანო იყო სავალდებულო და სპეციალობა იყო ვიოლინო. და რეალურად ხო ორივე, მაგრამ 7 საათი არ უკრავდი ფორტეპიანოს ის რაღაც კონკრეტულ დღეებში ხო. ეთქობა თან შენ ახლა მოინდომე რომ არ დაგვიწყებოდა და მე აღარც მინდოდა მე საერთოდ. იცი რა მითხარი, მოკლედ დაასრულე შენი უნივერსიტეტი, ბაკალავრიატი, მერე რა მოხდა? უნივერსიტეტი რომ დავასრულე, მერე გავაგრძელე მაგისტრატურა. ოღონდ მაგისტრატურა გავაგრძელე უკვე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ამერიკაცოდნეობა ავირჩია. პირველ რიგში ავირჩიე, იმიტომ რომ ინგლისურენოვანი ფაკულტეტი იყო, ანუ ინგლისურენოზე მიმდინარეობა სწავლება და მეორეც იყო ძალიან საინტერესო პროგრამა. ლექტორები ყავდა არაჩვეულებრივი, ანუ იმდენად საინტერესო იყო და ისე აი
ძალიან ჩართული ვიყავი ამ სწავლის პროცესში და მე ძალიან მომწონდა რა. და თვითონ ეს მასალაც, პროგრამა, რასაც გავდიოდით, მოკლედ ჩემი ინტერესებთანაც ძალიან ახლოს იყო. და მე კიდე, რაღაც ფილოლოგიის მიმართულებით აღარ წავედი. თუმცა დოქტორანტურა მე მაინც ისევ დაუბრუნდი და კი, ამ კუთხით გავაგრძელე, მაგრამ ამერიკაცოდნეობის მიმართულებით გავაგრძელე მაგისტრატურა და არც ამას არ ვნანო, მე მგონი კაი გადაწყვეტილება იყო. მე ბაკალავრს ვსწავლობდი, სხვათა შორის ამერიკის მცოდნეობას. ხო, ძალიან საინტერესოა. ძალიან კარგია. არა ჩვეულებრივი იყო და მახსოვს დღემდე თითქმის ყველა ლექტორი და ლექციები. მახსოვს ძალიან კარგად. და მე აი თვითონ ამ იმის პროცესში როგორ ჩაერთო ეს teaching-ის პროცესი? teaching-ის პროცესში როგორ ჩავერთე და ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, თუ სწორად მახსოვს ბოლო კურსზე ვიყავი, რომ მოკლედ მოვიდა ერთი აბიტურიენტი, რომელსაც უნდა და მომზადება და ეგრევე აბიტურიენტისგან დაწყება ძალიან მაშინებდა სიმართლე რო გითხრა, იმიტომ რომ იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ იმდენად თავში დარწმუნებული იყო ეს ადამიანი, დღემდე მახსოვს ეს მოსწავლე, ბიჭი იყო და იურიდიულს ებარებდა და იმდენად ჯეროდა ჩემით და საკუთარი თავისაც და მოკლედ გავრისკე და ეს ადამიანი ავიყვანე მოსწავლეთ. პირველი შენი ეს გამოცდილება იყო კი ერთ-ერთზე აბიტურიენტთან, რომელმაც აიღო მაქსიმალური ქულა. ოღონდ თვითონაც ძალიან მონდომებული იყო, მეც ძალიან მონდომებული ვიყავი. და ეს რაღაც ჩვენი წარმატებული ტანდემი რო მაქსიმუმი ორივე მჩავდეთ. კი, ორივე მჩავდეთ ჩვენი მაქსიმუმი და აი ეს წარმატებული ტანდემი რო შედგა, ამან ძალიან დადებითად იმოქმედა ჩემზე, იმიტომ რომ რაღაც ეს თვით დაჯერებაც რაღაცნაირად ხო ამიმაღლდა კი ძალიან და მოკლედ ამის მერე ამან ძალიან იმოქმედა სხვათა შორის იმაზე, რომ აი დღემდე ყველა ასაკის და ყველა საფეხურის მოსწავლე ხომ მყავს, მაგრამ განსაკუთრებით ყოველთვის უფრო მეტი აბიტურიენტი მყავს. აი რაღაც განსაკუთრებულ რაღაც ემოციურად უფრო თითქოს მიჯაჭვულობას გრძნობა, აი არ ვიცი ამ კურსის მიმართ რა. ჯერ ერთი ძალიან აზარტულიც არის. იმიტომ რომ მთელი წლის განმავლობაში შენ რაღაც აზარტში ხარ, რომ აი პროგრესს ადენებ და მე ეს რაღაც კულმინაცია რომ მოდის, რომ აი გამოცდა და რაღაც კარგი ქულა აიღო და შენ მასთან ერთად განიცდი ამ ყველაფერს, ბედნიერი ხარ და ძალიან ისეთ სასიამოვნო პროცესია. კარგი, მოდი გადავიდეთ ახლა შემდეგზე. შენ ასწავლიდი სკოლაში, კერძო სკოლაში, როგორც ვიცი, უნივერსიტეტშიც და ახლა გაქვს საკუთარი ცენტრი. მოდი, დავიწყოთ მითხარი, რა განსხვავება სკოლის მოსწავლეებსა და უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის, როგორ შეადარებთ? ხო, სკოლის მოსწავლესთან რეალურად უფრო მეტი მუშაობა გიწევს мотивაციის ამაღლებაზე. პირველ რიგში ალბათ ვიტყოდი ამას, იმიტომ რომ უნივერსიტეტში, როდესაც ადამიანი მოდის, ის მოდის რაღაც კონკრეტული მისიით, კონკრეტული მიზნით. მას ნაფიქრი აქვს მომავალ პროფესიაზე, როგორ წარმოუდგენია სიტყვაზე თავისი თავი 5 წლის მერე, 10 წლის მერე და ასე შემდეგ. და ხშირ შემთხვევაში, გამონაკლისები ყოველთვის არსებობს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, მას мотивაცია უკვე გააჩნია. და შენგან უნდა კონკრეტულად რაღაც ცოდნის მიღება. ხვდები? და სკოლაში ეს ცოტა უფრო გართულებულია, იმიტომ რომ სკოლაში რაღაც შეიძლება უფრო მეტად აღჭირდეს იმის ახსნა, რომ აი იცი რა შენ აი ამიტო და ხო, ეს გჭირდება ესა და ეს და ცოტა უფრო მეტი რესურსის ჩადება გჭირდება. გარდა იმისა, რომ შენ მასწავლებელი ხარ და საგანსასწავლი ხო, ცოტა ფსიქოლოგობასაც ითავსებ, ცოტა ბევრ რაღაცასაც ითავსებ, შედარებით მაგალითად უნივერსიტეტისგან. და ადრე გვიხსენებია classroom management-ი, საკმაოდ დიდი პორცია მიაქვს. კი, ძალიან ბევრი რაღაცა. უნივერსიტეტში ალბათ არ გჭირდება ამას. უნივერსიტეტში იმდენად არა. შეიძლება რაღაც გამოერიოს რაღაც 1-2 პრობლემური кейსი, რომელიც მოგვარებადია ხოლმე. ბავშვებთანაც არის მოგვარებადი, მაგრამ იქ უფრო მეტ დროს ხარჯავ, მეტ რესურსს ხარჯავ, მეც ფიქრობ ამ საკითხთან მიმართებაში და რეალურად უფრო მეტ ჩართულობას მოითხოვს რა შენი მხრიდან როგორც მასწავლებლის კი. და შენ თვითონ სად უფრო მეტ თავისუფლებას გრძნობდი როგორც მასწავლებელი? მე თავისუფლებას გრძნობ ჩემს ცენტრში.
იცი როგორ არის, ანუ რეალურად სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც მე არ მაქვს საჯარო სკოლის გამოცდილება. არასდროს არ მიმუშავია საჯარო სკოლაში, მაგრამ თუ შევადაროთ მაგალითად კერძო სკოლას, ხო, ან თუნდაც უნივერსიტეტს, ანუ იქ რაღაც რო გითხრა რომ რაღაც ისეთ ძალიან მნიშვნელოვანი შეზღუდვა იყო, ამდაგვარი არაფერი არ ყოფილა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არის ხო მაინც რაღაც გაწერილი სილაბუსი, რომელსაც უნდა გაყვე და შენ იცი რომ მაგალითად ერთ თვეში ეს იუნიტი უნდა დახურო, მერე შემაჯამებელი უნდა წერო და ხანდახან არის რომ შეიძლება ყველა მოსწავლესთან ვერ გახვიდე იმ შედეგზე, რაც შენ ჩაფიქრებული გაქვს, ხო? მაგრამ მაინც უნდა დააბოლოო. ხო, და მაინც უნდა დააბოლოო და ეს არ ფორმატი რაც იქ არის, არ გაძლევს შენ იმის საშუალებას, რომ აი მაგალითად რაღაც ერთ თემაზე უფრო მეტხანს გაჩერდე, ან ეს შემაჯამებელი გადადო რაღაც, იმიტომ რომ თუ პარალელებია მით უმეტეს, ხო, ყველა სინქრონულად უნდა მიდიოდეს და გინდა არ გინდა რაღაც ჩარჩოში მოქცეული მაინც ხარ. კი. ეხლა როდესაც შენი ცენტრი გაქვს, ნუ მოკლედ იქ როდესაც შენი ცენტრი მაქვს, მე თვითონ გეგმავ, ხდები? ანუ მე ვიცი, რომ აი ეხლა ამ ჯგუფს მაგალითად აქვს იმის მზაობა, რომ ეს იუნიტი ჩავხუროთ და ამის შემაჯამებელი ვწეროთ და ანუ ამას მე თვითონ განსაზღვრავ. თან მაქვს საშუალებაც, რომ ინდივიდუალურად ყველა მოსწავლის შედეგზე ვიყო პასუხისმგებელი და რაღაც ორიენტირიც გავაკეთა, ხო, აი მაგალითად თუ კი სიტყვაზე ვიღაცას უფრო მეტად უჭირს ვიდრე სხვა, შემიძლია რომ დავტოვო, შემიძლია ადრე დავიბარო, ან დამატებითი რა, ხო, ანუ მე თვითონ ვადგენ ჯგუფის პროგრამასაც და იმ ჯგუფში კიდე ინდივიდუალური საჭიროებისამებრ კიდე ინდივიდუალურ პროგრამასაც, რაც ძალიან კომფორტული არის. ანუ რა გამოდის ახლა რასაც ადრე იყენებდი იმ მეთოდებს აღარ იყენებ თუ რაღაცა დოზით შეცვალე. იცი რა არის? მეთოდები, პრინციპში მეთოდები შეიძლება რომ გამოიტანო და მეთოდებმა გაამართლოს, გამოიყენო, კი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ანუ მიდგომას ინდივიდუალური მიდგომისთვის უფრო მეტი საშუალება გაქვს. როდესაც ცენტრი შენი არის, იმიტომ რომ ანუ შენ ქმნი რეალურად იმ წესებს და შენთვის თავარი არის რომ გახვიდე შედეგზე. შენ არავინ არც გაჩქარებს, არც რაღაც დედლაინებს არ გიწეს და ანუ შენ მიყვები ისე როგორც შენთვლის საჭიროდ. დიდი პლუსია. კი, ძალიან. ნამდვილად. ეხლა შენ დიდი გამოცდილება გაქვს, უკვე ამდენი წელი გავიდა. 20 წელია ვასწავლი ამჯერად რომ ვიცახი. ეცნაირად ვართ ესე იგი. და გექნება შენი დაკვირვება და ყოველთვის მაინტერესებს ეს პასუხი და თითქმის ყოველთვის ვკითხულობ. რატომ სწავლობენ ადამიანები ინგლისურს წლების განმავლობაში და მაინც ვერ საუბრობენ? ხო, აი, აქ ძალიან ბევრი მომენტი არის. ეხლა მე რადგანაც არასდროს არ მიმუშავია საჯარო სკოლაში შესაბამისად, ანუ მე არ მაქვს წარმოდგენა რეალურად იქ რა ხდება, ხო? ანუ კი რაღაც ესე გადმოცემი და რაღაცი შემიძლია რომ ვიმსჯელო, მაგრამ ანუ ჩახედული შიდა სამზარეულოში არ ვარ. მაგრამ ანუ რამდენადაც ფლოპ ინფორმაციას, ხო, ასე თუ ისე გაზიარებულ ინფორმაციებს, ხო? ანუ რაღაც დონეზე საკაკუთილო პროცესი მიმდინარეობს ქართულ ენაზე. და ანუ ქართულად მიყავს მიდის გაკვეთილი და მოსწავლემაც იცის, რომ იცი რა, მე ხა რაღაცაში თუ გავიჭედე და თუ ვეღარ ვაგრძელებ საუბარს ან ვეღარ ვსაუბრობ, ქართულად გავაგრძელებ და პრობლემა არ არის, ანუ მე მაინც გამოვძვრები სიტუაციიდან. და როდესაც არ უქმნის შენ მოსწავლეს ამ ინგლისურენოვან გარემოს, სადაც ის ანუ სრულად ინგლისურად საუბრობს, აქტივობებს აკეთებს და ასე შემდეგ. კითხვებს სვამს, კი, რა თქმა უნდა და მას აქვს იმის განცდა, რომ იცი რა, ჩვენ ქართულად საუბრობ და რაღაც მომენტში მე ინგლისურად სიტყვებს კი წარმოვთქვამ, მაგრამ წინადადებებს არ ვაბა. მე მგონია მან როგორც წესი, ნუ რა ვიცი, მე ისე ვფიქრობ, ისე როგორც შენი შტაბ-შტილება, არის აი დავალებების აკითხვა, მაგალითად, ხო, ამოკითხვა და ხო, დავალებების ამოკითხვა, სიტყვების შეიძლება რაღაც გამოთქმა, ხო, ცალკეულად, ხო, მაგრამ თვითონ კომუნიკაცია, საკომუნიკაციო ენა არის ქართული. რაც რა თქმა უნდა შეუძლებელს ხდის, ხო, ენის შესწავლას. შესწავლას, კი. ასევე ხშირად არის ხოლმე და ალბათ შენს გეუბნებიან, ყველაფერს ვიგებ. ხო. მაგრამ ვერ ვლაპარაკობ. ხო, აი ზუსტად იგივე არის, იგივე თემა არის რა. იგებს, იმიტომ რომ აი მაგალითად მით უმეტეს ეხლანდელი თაობის ბავშვები რაღაც Netflix-ზე ფილმებს უყურებენ, ხო? რაღაცებს უყურებენ და ანუ გაგება შეუძლიათ. მაგრამ საუბრის პრაქტიკა არ აქვთ. გამომდინარე იქიდან, რომ საჭიროება არ აქვთ. იგივე ინგლისურის გაკვეთილზე არ აქვთ საჭიროება, რომ ინგლისურად ისაუბრონ. აქედან გამომდინარე ესმით, იმიტომ რომ უსმენენ, მაგრამ ვერ საუბრობენ, იმიტომ რომ საუბარი, ანუ საუბრის გამოცდილება, ხო, აი ზუსტად ეგ არის რა. კი.
ალბათ ამიტომაც არის, რომ მერე უკვე საუბრის ეშინიათ, არა, უკვე შიშიც მოდის მან. ეშინიათ და შეცდომების დაშვებისაც ეშინიათ, მაგრამ ანუ ზუსტად მანდ უკვე ჩნდება მასწავლებლის როლი. ანუ რამდენად უსაფრთხო გარემოს შექმნის შენ მოსწავლისთვის. რომ ანუ მაგაზე როგორ არის იცი, ანუ თავიდანვე თუ რაღაც შევატყერო, რაღაც ჯგუფში ესეთი ტენდენცია არის, რომ ვიღაცის შეცდომაზე შეიძლება ან რაღაც ქილიკი წამოვიდეს, ან რაღაც ცოტა ირონიული დამოკიდებულება წამოვიდეს, ანუ ამ წესებს თავიდანვე განვიხილავთ ხოლმე, რომ ანუ შეცდომები ყველას მოგდის, მეც, თქვენს და აბსოლუტურად ნორმალური არის ეს ყველაფერი. და ანუ შეცდომებზე ერთმანეთს რაღაც ისეთ შენიშვნებს და კომენტარებს არ ვუკეთებთ, ხო? და როგორც კი რაღაც აი ამ უსაფრთხო გარემოს შექმნის შენ მოსწავლისთვის, ხო? მე რაღაცნაირად ეს მომენტიც თითქოს თანდათან თავისთავად ქრება, კი. რაც შეეხება გრამატიკას, ანუ გრამატიკის და სპიკინგის ესე პროპორციულად შედარებას. ჩვენი ბავშვობიდან გამომდინარე და რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, გრამატიკაზე უფრო იყო და ალბათ არის კიდეც აქცენტი, თუნდაც თქვათ საჯარო სკოლებში, თუ არ არის შეგვეწინააღმდეგეთ. გრამატიკა თუ საუბარი, როგორ უნდა დაბალანსდეს? იცი როგორ არის, ანუ მე ესე ვხედავ, რომ ჯერ ვიწყებთ საუბარს და თანდათან შემოდის ეს გრამატიკა და თანდათან ამას ვსწავლობთ. აი, ეხლა მე შემიძლია ვიმსჯელო მაგალითად ჩემი პირადი გამოცდილებიდან როგორ არის, ხო? აი, მაგალითად ჩემი უფროსი შვილი, რომელიც ნიუტონში სწავლობდა, ხო? და რაღაც ისეთი არ ვიცი რატო, მაგრამ ნუ კლასელებიც ერთმანეთში რაღაც ინგლისურად საუბრობდნენ ხოლმე და ჩემი შუა თანაშვილი, რომელიც ეხლა 7 წლის არის, იმანაც რატომღაც ქართულთან ერთად დაიწყო ინგლისურად საუბარი და ეს და ძმა ერთმანეთში ანუ სულ ინგლისურად საუბრობდნენ ძირითადად, ხო? ხო და ეხლა ელენე მაგალითად, როდესაც სიტყვაზე რაღაც წინადებას გამართულად სწორად იძახის. ეხლა მე რომ მას დავუსვა კითხვა, რომ აი შენ რატო გამოიყენე ეს დამხმარე ზმნა და რატო არ გამოიყენე ის დამხმარე ზმნა, ანუ ხო აზრზე არ არის და ხო ვერაფერს ვერ მიპასუხებს. ანუ ამ დონეზე არის ხვდები, როდესაც შენ გარემოს უქმნი ინგლისურენოვანს და ბავშვი თავიდანვე ინგლისურად საუბრობს, ის გამართულად საუბრობს. ხშირ შემთხვევაში, მაგრამ მას წარმოდგენა არ აქვს, რატომ იყენებს ამ დამხმარე ზნას და არა სხვას მაგალითად. ხო, ან რატო გადაყავს მაგალითად ზნას სიტყვაზე წარსულ ფორმაში, მაგრამ ამას აკეთებს. თუნდაც შეცდომებს უშვებდეს, ანუ ეს მეორე ხარისხოვანია და გამოსწორებადია. ხო, იმიტომ რომ მე უკვე აკრიფავს ამ ცოდნას. მაგრამ ის მიდგომა, რომ იცი რა, ჯერ ადამიანმა გრამატიკული რაღაც წესები უნდა ისწავლოს და შემდეგ გადავიდეთ, შემდეგი საფეხური არის საუბარი, არ მიმაჩნია სწორად. გეთანხმები კი, იმიტომ რომ მე უფრო მეტი კომპლექსი იქნება შეცდომების შიში ზუსტად. რაც უფრო მეტი წესი იქნება ადამიანის თავში, აი ეს წესები და რაღაც ისინი, ხო? ანუ უფრო დაძაბული იქნება, რომ აი ხა ამ წესებს მე მივყვები, რაღაცას ხო არ აუღრია და ხო ძალიან რთული მომენტია. ასაკთან დაკავშირებით არის ასაკი ბარიერი? ხო, ასაკი ბარიერი არ არის. მე მყავს 60+ მოსწავლეები და ანუ მინდა რომ აღვნიშნო, რომ აი ერთ ქალბატონზე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, იმიტომ რომ ეს ქალბატონი ჩვენთან რომ მოვიდა, ჩემთან რომ მოვიდა, პირადი მოსწავლე არის ჩემი, ფაქტიურად A1 დონეზე იყო და ისეთი მონდომებულია, ну აი წარმოუდგენელია უბრალოდ მისი მონდომება, ანუ ჩვენთვის სამაგალითოა მართლა. ეხლა ბიერთს ამთავრებს, მაგრამ ანუ ისეთი შრომის მოყარე, ისეთი პასუხისმგებლიანი, ანუ არანაირად ასაკი არ არის ბარიერი, ანუ აი მაგალითით შემიძლია რომ თქვა საკუთარი გამოცდილებით. არაერთი მაგალითით 60+, 65+. იმდენად კარგად მართლა რასაც ამბობ, მონდომებულად, მიზანდასახულად მიყვებიან ხოლმე. ერთი გაკვეთილი არ გაუცდენია. არასდროს არ ყოფილა რომ დავალება არ ქონოდა. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობს, ანუ დილიდან საღამომდე მუშაობს, ხო და საკმაოდ სამსახური აქვს საპასუხისმგებლო, არ მახსოვს, რომ ან დავალება არ ქონოდა, ან რაღაც ისე არ გაეკეთებინა, რომ ან გაეცდინოს, ანუ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა საერთოდ. წარმოგიდგენია. ხო, ანუ იცი რა, ეგ ალბათ უფრო თავის მართლებაა ხოლმე, არა? მე ესე მგონი, აი, ახლა დავუშვათ 30+ ვარ, 40+ ვარ და ალბათ ვერ ვისწავლი, ხო, ახლა როგორც ახალგაზრდები რომ ამბობენ. კი, ხო, რაღაცა უფრო თავის მართლება, ან შეიძლება რაღაც ისეთი პირადი სტერეოტიპული დამოკიდებულება არის. შეიძლება, რომელიც მცდარია. კი, თუმცა ეს სტერეოტიპი ძალიან გავრცელებულია, ვაღიაროთ. ხო. ეცი მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე და გავიმეორებ, იმიტომ რომ მაინც ხშირად მეკითხებიან ამას.
ასაკთან დაკავშირებით ჩემ აზრს ეს ასაკზე კი არ არის ჩემი პირადი მოსაზრებით და მე მგონი მეთანხმები რასაც ამბობ მაგის მიხედვით არამედ დროის განაწილებაზე არის ხო მაგალითად იქ როცა სტუდენტი ხარ და პატარა ხარ მთელი შენი ყურადღება ხო სწავლაზეა გადატანილი და როცა უფროსი ხარ იქ იმდენი სხვადასხვა ფაქტორი ერთვება რომ იმ სათანადო ყურადღებას ვერ უთმობ და ეგ არის კი გეთანხმები სრულად მაგრამ მაინც შევთანხმდეთ, რომ თუ სურვილი აქვს ადამიანს და თუ მიზანი აქვს, ანუ მაინც დროს გამონახავს. მით უმეტეს დღეს 21 საუკუნეში, როდესაც ანუ ალტერნატივა გაქვს, ხო? შენ შეგიძლია ოფლაინ გაკვეთილზე თუ ვერ მიდიხარ, მაგალითად ონლაინ კურსია იყოს, სიტყვაზე ონლაინ ჩაერთო და რაღაცას მაინც ყველა ვარიანტში მოახერხებ, თუ გინდა. თუ გინდა და мотиваცია თუ გაქვს. კი. ასევე მეკითხებიან ხოლმე, შეიძლება თუ არა უბრალოდ სახლში სწავლით მიაღწიო მაღალ დონეს. აქვს ესეთი მაგალითები? იცი რა, გაჩნია რომელი საფეხურიდან ვიწყებთ. თუ ახლა სიტყვაზე ადამიანს აქვს B1 ან B2 საფეხური და უნდა რომ მაგალითად რაღაც გააზარდოს, ხო? ეს თავისი ცოდნა და ძალიან ისეთი დისციპლინირებული ტიპაჟია და ანუ ძალიან ისეთ გაწერს ამ თავის სამოქმედო გეგმას ხო და მიყვება ამას ეს ეტაპებით და მთელი ამბებით, ფიქრობ რომ შეუძლია რა დონე აიმაღლოს, მაგრამ ჩვენ თუ იმაზე ვსაუბრობთ ახლა რომ ვიღაც A1 დონეზე არის ან A2 დონეზეა და უნდა რომ რაღაც სერიოზულ დონეზე ავიდეს, ამ შემთხვევაში ან მით უმეტეს თუ ის რაღაც მიზანი აქვს რომ რომელიმე საერთაშორისო გამოცდაზე უნდა გავიდეს, ხო? ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით გაუჭირდება. გაუჭირდება, ვიღაცა დამხმარდება, ხო, კიდე ესე ვთქვათ. აუცილებლად კი, მიმართულების მიმცემი ყველა ვარიანტში ჭირდება. კი. ასევე არის ხოლმე ხშირად ხდება ყოველ შემთხვევაში სოციქსელში სამ თვეში ინგლისური სწავლა. აი ხათაშორის მე შემხედრია ესეთი რეკლამები, რომ აი ახლა სამ თვეში ადამიანი შეიძლება ასწავლო, აი ჩვენ რო ვეძახით ხომ ეგ აქციულს რომ მოაბრუნებს, ხო? აი რაღაცა ეგეთი ფრაზები შეიძლება ასწავლო, ხო? რომ აქციული მოაბრუნოს, მაგრამ აი სამ თვეში რა უნდა ასწავლო ადამიანს? არ ვიცი. ნუ აქაც ალბათ დონეს გააჩნია, ხო, პრინციპში. ანუ გააჩნია რა თქმა უნდა, მაგრამ ერთ დონეზე მაინც ვერ აწევ. არა, ერთი დონით ვერ აწევ. ხო, ერთი დონით მაინც ვერ აწევ. ანუ აი შეგიძლია იცი როგორ აი მაგალითად თუ ადამიანს აქვს სიტყვაზე უკვე რაღაც მყარი დონე, სიტყვაზე B2 ან რაღაც და აი უნდა მაგალითად რომ რაღაცა კონკრეტული დისციპლინის გარშემო რაღაც ენის მარაგი გაიუმჯობესოს, ხო, აი მაგალითად რაღაც სამედიცინო. ხო, აი სამედიცინო ინგლისურის რაღაცა ტერმინოლოგიაში უნდა რომ უფრო მეტად გაერკვეს. ან იურიდიულ რაღაცაში უფრო მეტად გაერკვეს. ხო, ანუ ესეთი მიზნები უფრო ადეკვატური არის. ხვდი, მაგრამ ექსპრეს კურსი. ხო, მაგრამ ეხლა შენ როდესაც მოდის და გეუბნება, რომ იცი რა იმ ინგლისური არ ვიცი და სამ თვეში ამალაპარაკე რა რაღაც ანუ ხო და ამ დროს შენ რო პირდები, რომ კი რა გალაპარაკებ, ანუ ძალიან არაპროფესიონალური მიდგომაა. აი, ეხლა მაგაზე გადავიდეთ მასწავლებლობაზე რეალურად. როგორ ფიქრობ, კარგი მასწავლებელი იბადება თუ მერე ყალიბდება მასწავლებლად? კარგი მასწავლებელი ყალიბდება, აუცილებლად. არავინ არ იბადება კარგ მასწავლებლად. კარგი მასწავლებელი ყალიბდება ძალიან ბევრი ნაბიჯების, ძალიან ბევრი რაღაცების გაანალიზების, რაღაც საკუთარ თავზე მუშაობის, კურსების, ტრენინგების და ასე შემდეგ. ანუ მასწავლებლობა არის მუდმივი განვითარების პროცესი. ანუ ჩვენს დღემდე ხო აი წეგან მე და შენ აღვნიშნეთ, რომ ანუ 20 წელია, ხო, ამ ამბავს ვაკეთებ და ვემსახურებით, მაგრამ მაინც აი რომ ნახავ რაღაც საინტერესო ტრენინგი ტარდება, ხო? აი აუცილებლად რეგისტრირდები და აუცილებლად უსმენ. ანუ რაღაც ჯგუფებში ვარ გაწევრიანებული, სადაც ეს საერთაშორისო მასწავლებლები სხვა ქვეყნებიდან არიან და ერთმანეთს უზიარებენ, რომ აი მე მაგალითად ეს თემა ესე ავხსენი და რაღაც უზიარებენ თავის იმებს, აგდებენ რესურსებს და შენ აქედან უზიარებ და ანუ ცოცხალი პროცესია და ძალიან საინტერესო. შენ თუ რაღაც მომენტში გაიყინები და იტყვი, რომ იცი რა, მე ჩემი ვისწავლე უკვე. საკმარისია და გინდა რომ აი ხა იმ ცოდნით ესე იმოძრაო ეს იარო წლობით და ანუ ძალიან უბრალოდ დაიკარგები. თანამედროვე მასწავლებლის უნარი არის, რომ განვითარების სურვილი ქონდეს და აქვს. განვითარების სურვილი უნდა ქონდეს და მუდმივად უნდა მუშაობდეს საკუთარ თავზე და მუდმივად უნდა ცდილობდე, რომ რაღაც გაუმჯობესო, რაღაც უფრო საინტერესო შესთავაზო. იმიტომ რომ რეალურად დღეს ბავშვები ხო ძალიან ხშირად სულ ინგლისურ ენაზე უსმენენ ხო ყველაფერს. და მათ შენ ისინი რომ დაინტერესო, რაღაც ძალიან საინტერესო უნდა
დაგეგმო გაკვეთილი, მათ რაღაც ისეთი ჩვეულებრივი სტანდარტული გაკვეთილი ვერ დაინტერესებ. კი. რამდენად ემოციურად დამღლელია ეს პროფესია? ემოციურად დამღლელი როგორ არ არის, ანუ რაღაც მომენტში დამღლელი არის კი, იმიტომ რომ ანუ რამდენ დროს ვუთმობთ ხო ამ ყველაფერს, რამდენ რესურსს ვდებთ, მაგრამ აი ის ჯილდო, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში, რომელსაც მე შენიღებ თითოეული წარმატებული მოსწავლისგან ქულა, რომელიც აიღო, ხო, ან რაღაც გამოცდაზე გავიდა და ჩააბარა, ან რაც უნდა და მიაღწია, ხო? ანუ ეს იმდენად გავსებს და იმდენად ძალიან სასიამოვნო შეგრძნება არის, რომ აი რა ვიცი, ყველაფერს გავიწყებს მე. კი, მართლა ეგრეა. იცი რა, ალბათ ყოლია რთული, ზარმაცი სტუდენტები, ასეთ შემთხვევებს როგორ უმკლავდები? იცი როგორ არის, ხო, აი ზოგადად მე ძალიან ვერიდები ხოლმე ესე იარლიკების მირტყმას ბავშვებზე, რომ აი ხო, ანუ ზარმაცი რაღაც, იმიტომ რომ როგორ წესი, ანუ ესეთი ბავშვების უკან ყოველთვის რაღაც მიზეზი იმალება. მქონდა ესეთი შემთხვევა, ერთხელ მშობელმა მოიყვანა ცენტრში ერთი ძალიან საყვარელი ბავშვი და მითხრა ამ მშობელს ციტირებ ახლა, რომ იცი რა, ჩემ შვილს არ შეუძლია ინგლისური სწავლა არ შეუძლია, ვერ სწავლობს. სკოლის მასწავლებელმაც მითხრა, გადასარევი მასწავლებელი ყავს, მაგრამ მასწავლებელმაც მითხრა, რომ ვერ სწავლობს და ნუ მე დავაკვირდი და აშკარად ვერ სწავლობს ეს ბავშვი. და აღმოჩნდა, რომ ამ ბავშვს იმდენჯერ გააგონეს ეს ფრაზა, რომ შენ ვერ სწავლობ, შენ არ შეგიძლია, რომ ანუ ამ ბავშვმა დაიჯერა. ხო, ანუ ეს პროგრამა მასში ჩაიტვირთა, რომ ის ვერ სწავლობს და მას არ შეუძლია და რაღაცა აი ამ განცდით იყო თვითონაც და თურმე ძალიან კარგად შეეძლო და იმდენად კარგად შეეძლო, რომ წლის ბოლოს ეს ბავშვი ნუ როგორ შედეგზე გავიდა და როგორი არაჩვეულებრივი მიღწევები ჰქონდა, ნუ მშობელი ცალკე გაგიჟდა, მე ცალკე გაოცებული ვიყავი. რაც თავარია ამ ბავშვმა დაიბრუნა საკუთარი თავის რწმენა და დღეს უკვე დარწმუნებული არის ეს ბავშვი, რომ ინგლისური მას ძალიან კარგად გამოსდის და მართლა ძალიან კარგად გამოსდის. ამ ამბის მერე 2 წელი გავიდა და ის ახლა ითვლება აგრძელებს და ანუ კლასშიც ითვლება, რომ ერთ-ერთი ესეთი ძლიერია, კი, ძალიან. და ანუ ესეთი რაღაცები, ანუ არ უნდა დავაპროგრამოთ, მით უმეტეს ბავშვი ძალიან მარტივად იჯერებს. ხო? და მის თვითშეფასებაზე ეს ძალიან მოქმედებს. და მოტივაციასაც კარგავს. ამიტომაც აი ფრაზები ძალიან უნდა ავწონოთ, რას ვეუბნებით, ხო, და ანუ როგორ ვამყარებთ კომუნიკაციას ბავშვთან. თუნდაც მას რაღაც მართლა არ გამოსდიოდეს და რაღაც გვინდოდეს რომ ვუთხრათ, ხო, აი როგორი ფორმით ვეტყვით, რა სიტყვებით ვეტყვით, ხო? ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. კი. და ეს მშობლის მხრიდან და აუცილებლად როგორც აღნიშნე, ანუ მასწავლებლის მხრიდანაც სწორად უნდა იყოს მიწოდებული. ეს გამოდის, რომ თქვენ სწორად მიაწევდეთ მე ინფორმაცია ამ ბავშვს და გადავახავთ. ამ ბავშვს ვუპოვეთ რაღაც გასაღები სიტყვაზე, მის ინტერესები ვიპოვეთ. ყველა ბავშვი ერთნაირად ხო ვერ ითვისებს ხო მასალას, ხო ვიღაცას მაგალითად უფრო ვიზუალური მეხსიერება აქვს და რაღაც ქარდებით უფრო სწავლობს, ხო ვიღაცას გაგონილის მერე უფრო ამახსოვრდება, ხო ვიღაცა მაგალითად თამაშით უფრო სწავლობს, ხო აი რაღაცას რომ კეთებით, ხო რაღაცა თვითონ რო ეხება კონკრეტულად ნივთებს, ის უფრო ამახსოვრდება. შენი ამოცანა როგორც მასწავლებლის არის ის, რომ შენ ყველა ბავშვს იცნობდე და მის შესაძლებლობებს იცნობდე. ანუ მასთან როგორ იმუშავო. მივხვდე და აღმოაჩინო და მასაც აღმოაჩენინო და მე ანუ მისთვისაც ძალიან საინტერესო პროცესი ხდება ეს თვითონ სწავლის პროცესი და შენთვისაც ძალიან საინტერესოა თვითონ ეს. და კიდევ ერთი ჯილდოა ეს ხო, რა თქმა უნდა, ვერა. შენ აღნიშნე, რომ განსაკუთრებით ბავშვებთან ფსიქოლოგიური მიდგომა არის მნიშვნელოვანი. ანუ მაგ კუთხით როგორ ფიქრობ, ანუ მართლა ვართ მასწავლებლები, გარკვეულწილად ფსიქოლოგები? მასწავლებლები ვართ, ფსიქოლოგებიც კი აუცილებლად ვართ, იმიტომ რომ აი ძალიან ხშირად კი არა და სისტემატიურად მიწევს ხოლმე ფსიქოლოგის როლის მორგება. ეხლა შეიძლება მე არ ვიყო ისეთი კომპეტენტური მაგალითად როგორც ადამიანი, რომელმაც ეს ისწავლა და ფსიქოლოგია არის დიპლომით სიტყვაზე, მაგრამ მუდმივად ვცდილობ, რომ გავეცნო ამ ლიტერატურას, სულ ვკითხულობ ბავშვთა ფსიქოლოგიაზე და აი სულ ვცდილობ, რომ სწორად მივუდგე თითოეულ ბავშვს, ვისაც მოტივაციის ამაღლება ჭირდება, ან ვისაც თვითშეფასების პრობლემა აქვს, ან ვისაც, ნუ აი ყოველთვის ვცდილობ, რომ ჯერ იცი როგორ არის, სანამ შენ სწავლების პროცესამდე მიხვალ, ჯერ უნდა განაწყო. ხო, ჯერ უნდა განაწყო ის ბავშვი ამ ყველაფრისთვის.
ხო და რაღაც შეუქმნა ის განწყობა, რომ რაღაც ეხა შენ ცხოვრებაში ძალიან საინტერესო უნდა მოხდეს და ძალიან საინტერესო რაღაც პერიოდი დგას. მაგისთვის არის საჭირო ზუსტად ეს მხარე და მე უკვე რადადი ხარ თიჩი. იცი რა, ახლა პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღესდღეობით ასეთი მოსაზრებაა ხოლმე ინგლისური სწავლება უფრო ბიზნესი გახდა ვიდრე განათლება. რამდენად ეთანხმები მაგაზე? იცი რა, გულწრფელი რო ვიყო ეხა მე რო ვთქვა და ან ზოგადად რომ ვთქვას, რომ იცი რა ბიზნესი და ან ესე არ არის, ხო? რა თქმა უნდა, ანუ ბიზნესიც არის, მაგრამ შენ თუ ვერ დებ იმ ხარისხს, რაც საჭიროა და შენ თუ ამას ისე როგორც რაღაც მარტო ბიზნესის კუთხით უყურებ და ანუ ხარისხზე ორიენტირებული არ ხარ, ხო, უბრალოდ გაქრები და აი ამ უდიდეს ინდუსტრიაში, რომელიც დღეს არსებობს და ხო, ესეთი კონკურენცია მე მგონი არასოდეს არ ყოფილა, როგორც დღეს არის, ხო? უბრალოდ ჩაიკარგები და ბოლოს გაქრები. და შენი აზრით აი მართლა მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი მასწავლებელია. ძალიან ბევრი მასწავლებელია, კი, ძალიან ბევრი მასწავლებელია, ანუ თუნდაც აი რომ დაიწერება ხოლმე განცხადება ვიღაც რომ დაწერს, რომ ვეძებ მასწავლებელს და არის 200 კომენტარი მასწავლებლების და იცი რა, მოვამზადებ 80 ლარად, 100 ლარად და რაღაც და ანუ ძალიან მეცინება ხოლმე, ამაზეც მინდა რომ ერთი-ორი სიტყვა გავაკეთე, იმიტომ რომ ერთის მხრივ, ანუ მე არავის არ ვაკნინებ და არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მე სრულად მესმის, რომ ადამიანი შეიძლება იყოს მაგალითად ახალი კურსდამთავრებული ან ბოლო კურსის სტუდენტი და მისთვის ძალიან ხელსაყრელი და მისაღები არის, რომ კი ის ერთის მხრივ იმაღლებს თავის გამოცდილებას და მეორეს მხრივ რაღაც მიზერულ თანხად სიტყვაზე მოსწავლეს ამზადებს. მაგრამ როდესაც შენ უკვე უამრავი წელი, ამდენი გიმუშავე, ამდენი ტრენინგი გაგიული, ამდენი კურსი გაიკეთები, ამდენი რაღაცა და შენ უკვე აღარ მისცემ, მიხვდი შენ თავს იმის უფლებას, რომ რაღაც ხო, ესეთ ანაზღაურებაზე კი, რა თქმა უნდა. და ისედაც როგორ არის იცი, ანუ ეს ისეთი სფეროა, რომ ანუ ამ სფეროში, როდესაც შეაბიჯებ და მით უმეტეს დღესდღეობით ამ მაღალი კონკურენციის პირობებში, ხო? ანუ შენ ძალიან მაღალი სტანდარტი უნდა გქონდეს რეალურად და შენ თავზეც უნდა გქონდეს ხო ეს დაწესებული, ესე ვთქვათ, კი. კი. თუმცა მე მგონი ხო, არ ვიცი, ასე არ არის დღესდღეობით სამწუხაროდ, მაგრამ იმედია თანდათან ხო და ძალიან რთული არის, რომ შენ იცი რა მოსწავლეს ხო ვერ აუხსნი, რომ იცი რა არის, ანუ აი რაღაცა რო შეადაროს მოსწავლეს არ აქვს რეალურად იმის საშუალება, ხო, რომ შეადაროს, რომ აი ვიღაც მასწავლებელი თავისი სიტყვაზე გამოცდილებით და კვალიფიკაციით და სხვა მასწავლებელი. თუმცა მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ როდესაც დამწყები ხარ და როდესაც შენს პროფესიას იწყებ, ხო, ძალიან ნორმალური და მისაღები არის ეს მიდგომა, რომ მიზერული თანხიდან დაიწყო. ხო, სხვანაირად როგორ უნდა გააკეთო და ჩვენც ასე დავიწყეთ 20 წლის წინ და დაჟე მეცაც ვიტყვი, რომ ეს პირველი აბიტურიენტი, რომელიც მე მყავდა და რომელმაც მაქსიმალური ქულა იყო, უსასყიდლოდ მყავდა აბსოლუტურად, იმიტომ რომ აი იმდენად ან თან პირველი იყო, თან ძალიან ნერვიულობდი, თან გამოცდილება იყო, თან ეს ამხელანდობა რო გამომიცხადა ჩემთვის ხონუ საერთო წარმოუდგენელი იყო, რომ აი ესე რაღაც მინდოდა რომ მეც მადლიერება გამომეხატა, რომ მან ესე ნდობა გამომიცხადა და მე უკვე რაღაც ეს რომ ნახე შედეგით და ყველაფერი და რომ მივხვდი რომ რაღაც სწორად გამიკეთებია ესე იგი. მე უკვე აიყვანა ეს მოსწავლეები, ხო? კი. ონლაინ სწავლება. ეს ონლაინ სწავლება როგორ ფიქრობ, დროებითი ტრენდია თუ ჩვენი მომავალია? ხო, ეხა იცი როგორ არის ონლაინ სწავლება დროებითი ტრენდი ვერ იქნება. დღესდღეობით და რაც დრო გადის ალბათ უფრო მეტად საჭირო გახდება. ეხლა გეტყვი ჩემი პირადი გამოცდილებიდან როგორ არის. ანუ მე მყავს მოსწავლეები ონლაინ, რომლებიც მაგალითად ზოგიერთი არის ქართველი, რომლებიც ემიგრაციაში წავიდნენ და ეხლა ონლაინ ვაგრძელებთ მუშაობას. არიან მაგალითად კიდე აი შენახსენე წეღანროს თუ დაკავებული ადამიანი და ისეთი გრაფიკი აქვს ხო? ან მაგალითად ხო ბავშვის დამტოვებელი არ ყავს სიტყვაზე ან რაღაც ესეთი ხო? მათაც ონლაინ ურჩევნიათ ხოლმე, უფრო მეტად მოქნილია. მაგრამ მანდაც მნიშვნელოვანი არის ანუ რა ასაკის ადამიანთან მუშაობთ ონლაინ. თუ მაგალითად დაწყებითი საფეხური არის, ხო, ანუ აი ეს შედეგის თვალსაზრისით უფრო მეტად ეფექტურია ზრდასრულებთან მუშაობა. პატარებთან უფრო რაღაც ყურადღების დეფიციტი, უფრო მეტად არის შენს როგორც მასწავლებელს უფრო მეტი ძალისხმევა გიწევს, რომ ისი
ყურადღება არ გაგექცეს და ხო მიიპყრო. რაც ანუ დიდასაკის ადამიანებთან უფრო მარტივია. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ მყოლია და მყავს დღემდე პატარები ონლაინ გაკვეთილებზე, ესევე სხვადასხვა ფაქტორის გამო, რომ ვერ მოდიან ადგილზე ჩემთან და ისეთი შრომის მოყვარე და ისეთი 100%-იანი ყურადღებით არიან ჩართულები, რომ აი რა ვიცი, ყველას კი, ანუ არის როგორ არა, შესაძლებელი არის ესეც. ეხლა მე მახსოვს 1000 წლეულის სკოლაში მუშაობდი, აი ამ კორონას პერიოდში და ანუ იქ პატარებიც მყავდა და მაღალი კლასებიც მყავდა, კი. და ანუ პატარებთანაც ჩვეულებრივად გავდიოდით ძალიან კარგ შედეგზე. ონლაინ გაკვეთილების დროს კი და რაღაც არც ყურადღების დეფიციტი იყო იმდენად და ანუ რაღაც რაც დაგეგმილი გქონდა რომ უნდა მისულიყავით რაღაც შედეგამდე ძალიან კარგად გამოგვივიდა მოკლედ კი მაგრამ იცი რა არის ახლა ფაქტიურად ამ გადმოსახედიდან ჩემთვის მაგალითად წარმოუდგენელია კორონამდე რა ხდებოდა ანუ მაშინაც იყო საცობები მაშინაც ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ ქართველები და მაინც არ იყო ესე, ნუ აი რა ვიცი. ყავდა მე ადრე ვახსენე წინა რომელიღაც პოდკასტში, ყავდა მაშინ Skype-ით, მქონდა ეს გაკვეთილები, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობდა. მასიურად ხომ არ იყო? არა, რა თქმა უნდა, ეს ორი ადამიანი იყო, მაგრამ დანარჩენი, ანუ რა ხდებოდა? ხო, იცი რა, აი უბრალოდ ჩვენ მანამდე ვერ წარმოგვედგინა. ანუ რეალურად, როდესაც ჩვენ გადავედით დისტანციურ სწავლებაზე და ჩვენ გამოგვიცხადეს სამსახურში, რომ აი თქვენ ორშაბათიდან ონლაინ ჩაატარებთ გაკვეთილებს, ანუ რაღაცნაირად შოკის მომგვრელი იყო ეს ყველაფერი ჩვენც ანუ როგორ გამოვა ეს აი რანაირად უნდა შევძლოთ და თავდაპირველად ან პირველი ერთი თვე მართლა ძალიან ისეთი იყო რომ ჩვენც ვეგუებოდით და ბავშვებიც ეგუებოდნენ მაგრამ აი მერე უკვე 9 წლის მერე 1 წლის მერე რო გაგრძელდა მერე ეს კორონას პერიოდი ხო ისე კარგად ავეწყეთ და ისე კარგად გამოდიოდა ყველაფერი ბავშვებიც ისეთი მოწესრიგებულები ყველა თავის დროზე შემოდიოდა ყველას კამერა ქონდა ჩართული ვუზიარებდით ხო იქ რაღაც ეკრანს რესურსებს რაღაც მომენტში იმის განცდაც ქონდა რომ ესე უფრო კომფორტულია აი რაღაც მომენტში მაგის განცდაც ქონდა მე როგორ იყო იცი მაგ დროს შავი ზღვის უნივერსიტეტშიც ვასწავლიდი და იქაც სტუდენტებმა აღმოაჩინეს, რომ ესე უფრო კომფორტული იყო მათთვისაც. იმიტომ რომ იყო რამოდენიმე სტუდენტი, რომელიც იყო რეგიონიდან. მიხვდი და ისინი რომ თბილისში ჩამოდიოდნენ, ბინას ქირაობდნენ, ამათი ხარჯი ემატებოდა და ნუ ეს ხარჯიც მოვაკლდათ, თან თავის სახლში იყვნენ თან რაღაც და ну, ყოველ შემთხვევაში რაღაც მომენტში ყველა კმაყოფილი ვიყავით. ხო, და ამის მერე დამკვიდრდა უკვე, მივხვდით რომ შეიძლება ესეც ძალიან ნორმალურად და ძალიან კარგად იმუშაო, კი. და ძალიან ბევრი სამსახურები სხვათა შორის დარჩნენ, ხო, ესე ონლაინ და დღემდე მუშაობენ, იმიტომ რომ რაღაც ფინანსურად უფრო სარგებლიანი აღმოჩნდა მათთვის კი ეს ყველაფერი და ჩვენც ამის მერე ონლაინ მოსწავლების რაოდენობა გაგვეზარდა. და იცი რა, აი სხვათა შორის აღნიშნეთ ადრე და ისე მეც ვფიქრობდი, მერე როცა მორჩა ეს პანდემია, კლასში დაბრუნება იყო ხორთული. ძალიან. ძალიან რთული იყო, კი, ძალიან რთული იყო. ანუ რაღაც ისევ თავიდან გადავეწყეთ ამ ყველაფერზე და თავიდან ვისწავლეთ თითქოს აი ეს კლასში მუშაობა. რთული იყო ძალიან. რა, აი როგორც ონლაინზე გადასვლა იყო რთული, მე გადმოსვლა იყო. ხო, მე რაღაც თითქოს ნოსტალგიური გრძნობა დაგვრჩა ონლაინ. იმიტომ რომ რეალურად ონლაინ მუშაობა როგორ იყო, იცი, აი რაღაც მხრივ ბევრი დროის მას უფრო გაძლევდა გამოყენების საშუალებას, ხო? აი სიტყვაზე თუ მქონდა 1 საათიანი გეფი სადღაც შუაში, ხო? იმ 1 საათიან გეფში რაღაც უფრო ჯიმში ჩავირბენდი. ხო, ეხლა სკოლაში ხო მაგას ვერ იზავ, ხო? ანუ იქ ხარ და რაღაც ბევრი უფრო ავითვისე ეს დრო რა, ხო ხლები? რასაც ისე ალბათ კარგავ. ხო, რასაც, ხო. და აი ეს კორონას პერიოდი ძალიან პროდუქტიულად გამოვიყენე მე პირად. ისე ამბობენ რომ მერე ცოტა უფრო შორეულ მომავალში შეიძლება სკოლები საერთოდ დაიხუროს. ხო, მეც მსმენია. კი, ეს მსმენია და რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში ესე თუ არ მოხდება, ისე მაინც იქნება, რომ არჩევით იქნება. ჰიბრიდული ხო, ჰიბრიდული მოდელი იქნება და ანუ როგორც აირჩევს, ანუ რაღაც ონლაინ კლასი ცალკე იქნება, ოფლაინ ცალკე იქნება და რაღაცა მგონია, რომ აქამდე მივალთ. კი. მოდი AI-ზეც კითხავ, შენი გამოცდილება როგორია, რამდენად იყენებ ყოველდღიურად AI-ს?
იცი როგორ არის, ანუ რო გითხრა რომ ეს ყოველდღიურად და სისტემატიურად ვიყენებ არა, მაგრამ აი გაკვეთილების აწყობაში და გეგმვაში და რაღაცა ჯგუფს რომ მოარგო ხო თითოეული გაკვეთილის გეგმა, საკმაოდ კარგად მეხმარება. კი, საკმაოდ კარგად მეხმარება. და ბავშვობის მხრიდან და სტუდენტობის მხრიდან გამოყენება? სტუდენტები არამიზნობრივად ასე ხო, ვთქვათ. არამიზნობრივად გამოყენება რომ გამოვრიცხოთ, ეხა ეს იქნება ძალიან არარეალისტური დამოკიდებულება, რა თქმა უნდა. საშუალება თუ ექნება ეხა მოსწავლეს რომ AI-ს დააწერინოს ეს მაგალითად აუცილებლად დააწერინებს ამას. მაგრამ შენ იმიტომ გაქვს გამოცდილება და იმიტომ ქვია მასწავლებელი რომ შენ ეს მიხვდე და რაღაცნაირად რაღაცა მიხვდე და ხელი შეუშალო ან რაღაცა ქნა მოკლედ ამის წინააღმდეგ კი. კარგი, მოდი ვინაიდან ვიცი რომ ჩვენ გვიყურებენ როგორც მასწავლებლები, ასევე ისინი ვინც ახლა სწავლობს ინგლისურს და იწყებს, მოდი შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, მითხარი რას ეტყოდი იმ ადამიანს, ვინც ახლა იწყებს ინგლისურის სწავლას? მოსწავლეს? კი, მოსწავლეს ვეტყოდი. ხო, ანუ ვეტყოდი იმას, რომ აი ესე არ შეხედოს საკითხს, რომ ჯერ რაღაც კონკრეტული რაოდენობის ცოდნა უნდა დააგროვოს და შემდეგ უნდა გადავიდეს ენის პრაქტიკულ გამოყენებაზე, ანუ საუბარზე. ანუ ეს უნდა დაიწყოს სინქრონულად რა. როგორც კი შენ მაგალითად შედიხარ ინგლისური ენის კურსზე და იწყებს სწავლებას, შენ მაშინვე უნდა დაიწყო გამოყენება ამ ყველაფრის გამოყენება პრაქტიკულად. ხო, რაღაცას არ უნდა ელოდო. რომ აი მე ხაი რაღაც ზონაზე მივალ, მოდი ახლა 5 თას ვისწავლი და 5 სიტყვას დავაგროვებ და მე დავიწყებ საუბარს. ეს არის ძალიან არასწორი მიდგომა. ჩვენ დამწყებ მასწავლებლებზეც ვისაუბრეთ, ვახსენეთ, მათთვის თუ გაქვს რაიმე რჩევა? ხო, ანუ დამწყებ მასწავლებლებს მინდა რომ რაღაცნაირად სულ ეცადონ და თავის თავში ეძიონ ის მომენტი, რომ აი ეს мотиваცია შეინარჩუნონ და განვითარების სურვილი შეინარჩუნონ. მე ვიცი რომ დღესდღეობით ეს არც ისე მარტივია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც საჯარო სკოლაში მუშაობს სიტყვაზე, ხო? ეხლა ძალიან რთულია, მე არ ვიცი რეალურად რამდენი არის მათი ანაზღაურება, მაგრამ ანუ ძალიან რთული არის, რომ შენ მაგალითად ეხლა მოსთხოვ ამ მასწავლებელს, რომ იცი რა, შენ ეხლა სელტა წადი და სელტა გააკეთე, ხო? და ამდენი გადაიხადე. მე არ ვიცი დღეს სელტას ღირებულება რა არის, მაგრამ როცა ჩვენ გავიარეთ, მაშინაც საკმაოდ ძვირი იყო. საკმაოდ სოლიდური თანხა გადავიხადეთ, ხო? და ანუ ვერ მოსთხოვ ამას, ხვდები? მაგრამ ხო უამრავი ტრენინგები არის ამას გარდა, ხო? აი რამდენი ზოგი უფასო, ზოგი მიზერული. ხო, აი თუ კი მასწავლებელს აქვს იმის სურვილი, რომ ის ვითარდებოდეს და იზრდებოდეს როგორც მასწავლებელი, ის ამას განახორციელებს. და იმინდა რომ აი ეს სურვილი შეინარჩუნოს ყველა მასწავლებელმა. ძალიან დამღლელი, როგორ გითხრა, რაღაც მომენტში ცოტა თქოს რუტინული შეიძლება გადაიზარდოს. შეიძლება გადაიწვა რაღაც მომენტში და ანუ აი ფიქრობდე რომ აი იცი რა რაღაც აღარ მაქვს ენერგია, რაღაც მეტი აღარ შემიძლია, მაგრამ აი მინდა რომ ყველა ეს პროფესიას ისე შეხედოს, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნო იმის სურვილი, რომ სულ ვითარდებოდე და სულ რაღაც ახლის აღმოჩენის პროცესში იყოს შენც და ანუ მოსწავლესაც მისცეს საშუალება, რომ რაღაც ახალი ისწავლოს და აღმოაჩინოს. ძალიან კარგი სურვილია. ხო, ძალიან მინდა. და მოვიდა ჩვენი ბლიცის დრო, შეეცადა რომ ბევრი ფიქრის გარეშე მიპასუხო. ბრიტანული ინგლისური თუ ამერიკული? ამერიკული. ონლაინ გაკვეთილები თუ ოფლაინ? ოფლაინ. კაცრი მასწავლებელი თუ მეგობრული? მეგობრული. ინდივიდუალური თუ ჯგუფური გაკვეთილები? ჯგუფური. დავალებები თუ დავალებების გარეშე? დავალებები. წიგნები თუ PDF-ები? PDF-ები. IELTS-ი თუ ზოგადი ინგლისური? ზოგადი ინგლისური. ყავა გაკვეთილამდე თუ გაკვეთილის შემდეგ? გაკვეთილამდე. ბავშვების სწავლება თუ უფროსების? უფროსების. კითხვითი საორჯიშოები თუ სმენითი? სმენითი. სმენითი. ლექსიკა თუ გრამატიკა? ლექსიკა. სწრაფი შედეგი თუ სიღრმისეული? სიღრმისეული. TikTok-ით სწავლა თუ ტრადიციული მეთოდები? ტრადიციული. კამერა გაკვეთილზე ჩართული თუ გამორთული? ჩართული და გეტყვი რატომ? ანუ ძალიან კარგია, ახლა რა თქმა უნდა სისტემატიური სახე არ უნდა კონდეს, მაგრამ აი ხანდახან ძალიან კარგი მეთოდია, რომ მე ჩაუჯდე შენს გაკვეთილს და რაღაც გაანალიზო.
ანუ როგორ იმუშავა მაგალითად აი ამ კონკრეტულმა რაღაც აქტივობამ. ან როგორ შეგეძლო რომ დაგეგმა ისე რომ უკეთესად ემუშავა, იმიტომ რომ ერთი და იგივე აქტივობა ხო სხვადასხვა ჯგუფში სხვადასხვანაირად მუშაობს. ხო, გამომდინარე იქიდან ანუ როგორი ხასიათის როგორი ბავშვები არიან, ხო? ანუ ფიქრობ რომ ეს ანალიზისთვის, აი თუ გინდა რაღაც მომენტში რომ პერიოდულად შენი მუშაობის ანალიზს აკეთებდე, ეს ძალიან კარგი საშუალებაა. ძალიან დიდი მადლობა. და არ დაგვავიწყდეს, იცი ხო, ჩემი სიმბოლური საჩუქრები. არ ვიცი. ვცდილობ ხოლმე რომ რამე ესეთი мотиваციური შევარჩიო და დღეს ეს გერგო. ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან გამიხარდა. კიდევ ერთხელ უღმესი მადლობა, რომ მომიწვიენ და მომეც საშუალება, რომ ესე საინტერესო დიალოგი ქონოდა. პირიქით, ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ ასე დასრულდა ჩვენი პოდკასტი დღეს. თუ მოგეწონათ და თვლით რომ ეს პოდკასტი ბევრმა ადამიანმა უნდა ნახოს და მოისმინოს, მაშინ დაალაიქეთ და გააზიარეთ, ხოლო შემდეგი მონაკვეთი შემდეგ ორშაბათს დაიდება ასევე YouTube-ზე. კარგად.